TFC სპორტი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ეს ალბათ ძალიან საინტერესო აფიშაა უკვე. ჩვენ ვიმოგზაურებთ ბუდაპეშტში ლიგის ფინალის გარშემო დავესწრებით შეხვედრას. წინ ძალიან საინტერესო ვიდეო გელოდებათ, ამიტომ არ დაგაუწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, ასევე დალაიქოთ ეს ვიდეო და გვიყურეთ, ვნახოთ როგორი იქნება ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის ფინალი. ეხა ფანზონაში სადაც შეკრებილები არიან გულშემატკივრები, იმყოფებიან არსენალის ყველაზე დიდი YouTube არხის შემოქმედები, ესე რომ ვთქვათ, და რამდენიმე კითხვას დავუსვათ და ხვიჩა კვარაცხელიაძეც ვისაუბროთ. Unbelievable player. ის საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ უნდა შევაჩეროთ. თუ შევძლებთ, უნდა გავანეიტრალოთ, რადგან თუ მას გავაჩერებთ, ეს Paris Saint-Germain-ზე დიდ გავლენას მოახდენს. He's like Robbie said, one of the best in the ის საოცარია, ძალიან მომწონს როგორც ფეხბურთელი. რა თქმა უნდა, მინდა რომ Arsenal-ში გადმოვიდეს. როგორც ვთქვი, ალბათ ახლა მსოფლიოში საუკეთესო фეხბურთელია. My friend, we'll look after you very well. Yeah, I think if თუ Paris Saint-Germain-ი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ის ოქროს ბურთის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. თუ Arsenal-ი, მაშინ Declan Rice. ბუდაპეშტში გმირთა მოედანზე საკმაოდ კარგი ჩემპიონთა ლიგური გარემოა შექმნილი, უამრავი გულშემატკივარია, სხვადასხვა ზონებია, სადაც შეგიძლია მოხვიდე, გაერთო. იმედია ეს ყველაფერი ჩვენს კადრებში კარგად ნახეთ და აღიქვით, თუ ვერ აღიქვით ეს ყველაფერი თაზოს ბრალი იქნება და შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ, რომ თაზო წადი, თაზო გადადექი ან რაიმე ეგეთი შეგვიძლია რომ მოვიფიქროთ და რაც შეეხება უშუალოდ რაც ხდება ეხა მინის სტადიონზე ფეხბურთის სოფლიო ფეხბურთის ლეგენდები იწყებენ ამხანაგური მატჩის თამაშს. მინი ფეხბურთი იქნება, მაკელელი და ტეო ვოლკოტი უკვე ხურდებიან ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გაჩვენებთ. თუ ვერ გაჩვენებთ, აქაც ვწერთ ჰეშტეგს თაზო წადი და ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ უკვე წავალთ პუშკაშ არენაზე, სადაც უშუალოდ მატჩისთვის დაუწყეთ ზადებას. არ დაგაუწყეთ რომ გამოიწეროთ აუცილებლად ჩვენი YouTube არხი TFC სპორტი, დალაიქოთ ეს ვიდეო, დაგვიწეროთ კომენტარები და გააქტიურეთ ზარისღილაკი. დაიწყება რამდენიმე წუთი გვაქვს და მოვასწროთ სტადიონის ნახვა და ღმერთო ჩემო, რა კარგი სტადიონია პუშკაშ არენა თურმე. პუშკაშ არენა, რომელიც 2010-იან წლებში აშენდა დაახლოებით. მანამდე აქ იყო ძველი სტადიონი, რომელიც იყო ქვეყნის მთავარი სტადიონი და მას შემდეგ ზუსტად იმ ადგილზე აშენდა აღნიშნული სტადიონი და მართლაც საუცხოო სტადიონია. ეხლა ჩვენ გამოვედით Paris Saint-Germain-ის ფან-კლუბის ტრიბუნისკენ, რომელიც ხვალ ალბათ ერთ-ერთი შესანიშნავი იქნება, აი დროშები და უკვე სხვადასხვა საგულშემატკივრო ატრიბუტიკა გამზადებულია მატჩისთვის. მინდორი რა თქმა უნდა იდეალურ მდგომარეობაშია, როგორც უნდა იყოს. რაც შეეხება პუშკაშ არენას, დაახლოებით ეტევა 68,000-67,000 მაყურებელი და აშენებულია ძველი სტადიონის ადგილზე, როგორც ვთქვი. და ძველი სტადიონის ნანგრევებიდან რამდენიმე კედელია შენარჩუნებული, რაც ერთ-ერთი საფუძველია აღნიშნული სტადიონის და ეს ყველაფერი გაკეთდა იმის გამო, რომ ისტორია არ დაკარგულიყო და ამას საკმაოდ დიდი ყურადღება მიაქციეს მაშინ არქიტექტორებმა და პროექტის ავტორებმა. რაც შეეხება სტადიონს, ჩატარებულა საკმაოდ დიდი მატჩები, მათ შორის ევროპის ჩემპიონატზე 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საკმაოდ მნიშვნელოვან მატჩებს უმასპინძლა აღნიშნულმა სტადიონმა და არ არის მისთვის ახალი მსგავს ღონისძიებებზე, ესე ვთქვათ, გამასპინძლება. ახლა უკვე ლიგის ფინალის ჩაიწერება ამ სტადიონის ისტორიაში. მოკლედ, მეგობრებო, სანამ ცოტნე პრესკონფერენციას ესწრება, პატარა ტურივით მოვაწყოთ ახლა სტადიონზე, გაჩვენებთ შიდა სამზარეულოს, როგორ ხდება მატჩის წინ, როგორ ემზადებიან ტექნიკურად და, რა ვიცი, ყველანაირად იმისთვის, რომ ხვალ აქ სრული ზეიმი გაიმართოს. განლაგებული არის კამერები. აი ჯიგარი არის ის კამერა ზემოთ.
იქით დაგანახებთ. ზემოდან რო აჩვენებს ხოლმე ლამაზ კადრებს. მოგეთ აქ ძალიან ბევრი კამერაა, ძალიან ბევრი ტექნიკური ჯგუფი მუშაობს იმისთვის, რომ აქ მართლა ყველაფერი იდეალურად წარიმართოს. ეხლა გავიაროთ, თან დავათვალიეროთ, ცოტა ხანში დაიწყება ვარჯიში და მეც ახლა ცოტა დრო მაქვს, რომ ეს ყველაფერი დავათვალიერო, ვნახო სად როგორ და რა ხდება, ასე ვთქვით. ხო, კიდე ერთი მნიშვნელოვანი რაღაც მეგობრებო, ბევრ შეიძლება გქონიათო, რადგან აქ ასე ახლოს გვიწევს ფეხბურთელებთან ყოფნა, შეგვიძლია და ბევრი რაღაც საშუალება გვაქვს, თუნდაც ფეხბურთელებთან კომუნიკაციის, მაგრამ ეს ასე არ არის, უამრავი წესი და უამრავი აკრძალვა არსებობს ჩვენი მისამართით, იმიტომ რომ არ გვაქვს უფლება არანაირი კომუნიკაცია დავამყაროთ ფეხბურთელთან, მიუხედავად იმისა, რომ აი ესეთ დისტანციაზე ვნახავთ თითოეულ მათგანს და წესების დაცვა მკაცრად მოგვითხოვება წინა შემთხვევაში, ვეღარ შევძლებთ ხოლმე, ალბათ ვეღარასდროს მსგავსი ტიპის სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებას, ასე რომ კი კარგია რომ ახლოდან ნახულობთ ყველაფერს, მაგრამ ზოგს რო გქონიათ რომ შეიძლება ჩვენ შეგვიძლია რაღაცა დაველაპარაკოთ, თავი ხედი ჩამოვართვათ, ავტოგრაფი გამოვართვათ და ასე შემდეგ, მაგის უფლება არ გვაქვს ხოლმე. სანამ სტადიონზე დავბუდიალობ, მეგობრებო, თქვენ არხი გამოიწერეთ. ჩვენ ძალიან გვიხარია ხოლმე გამომწერები რო გემატება და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენგან მსგავსი ტიპის მხარდაჭერა. მოგეთ სიტყვებით ძალიან რთულია ამ ყველაფრის გადმოცემა, თან შეიძლება არც ჩემი ძლიერი მხარი არ არის საუბარი, ასე რომ ეხლა ვეცდებით ჩემი თვალით დანახული ეს ენერგეტიკა და ეს სპორტული გარემო გაჩვენოთ, ასე რომ მოემზადეთ მეგობრებო. წავედით. ატო წელს იმყოფება ლიგის ფინალზე და ვკითხოთ ხუჩა კვარაცხელიაძე, what can you say about ხუჩა? სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ფინალი ოქროს ბურთის ბრძოლაში ბევრ ამეს გადაწყვეტს. ქართველ გულშემატკივარს ვეტყოდი, რომ კვარა გასაოცარი ფეხბურთელია. ქართველები ყოველწლიურად უკეთესები ხდებიან. თქვენ შესანიშნავი ფეხბურთელები ხართ. ამბიც დაუჯერებელი მენტალიტეტი აქვს მოედანზე შესანიშნავი ფეხბურთელია ყველასთვის. უყურეთ მის მენტალიტეტს 91 წუთზე უკან გამორბის დაცვის დასახმარებლად, რათა ბურთი დაიბრუნოს, კვლავ წინ წაიღოს და გაიტანოს. მას რა თქმა უნდა აქვს ოქროს ბურთის მოგების შანსი. თუ ფინალში შეაგდებს ან ასისტს გააკეთებს, მისი შანსები უფრო გაიზრდება. Paris Saint-Germain-ის ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინა ვარჯიში. კარგი ვარჯიში გამოვიდა, თუმცა მატჩის წინა ვარჯიში არ არის ისეთი ვარჯიში, სადაც შეიძლება რაიმე ტაქტიკის შესახებ შეიტყვან, იმის შესახებ თუ როგორ ფორმაშია გუნდი, სუფუქად მოითენენ ფეხბურთელები. ერთი რამ გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ხუჩა კვარაცხელია იქნება სასტარტო შემადგენლობაში აუცილებლად, დანარჩენს კი უშუალოდ შეხვედრაზე ვნახავთ. ახლა უყუროთ არსენალის ვარჯიშს, ვნახოთ როგორ ფორმაში არიან ლონდონელები პრემიერ ლიგის მოგების შემდეგ და უკვე დაველოდოთ მატჩის დღეს. მოვედით პუშკაშ არენაზე გათენდა მატჩის დღე და ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება წინ. ეხლა ველოდებით უკვე სულ რამდენიმე წუთში რომ უნდა მოვიდნენ Paris Saint-Germain-ის ულტრასები მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ფან-კლუბის სტადიონზე და გაჩვენებთ რა თქმა უნდა ამ ყველაფერსაც ამის შემდეგ უკვე შევეცდებით რომ შევხვდეთ საინტერესო ადამიანებს და დაველოდოთ უშუალოდ შეხვედრას. არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო და დაგვიწეროთ თქვენი აზრი, რამდენად მოგეწონებათ ეს ვლოგი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ვისაუბროთ ხუჩა კვარაცხელიაძე და მის ჩემპიონთა ლიგურ გამოსვლაზე. როგორი წელი გამოვიდა თქვენი შეფასებით და მიუახლოვდა თუ არა ის ოქროს ბურთის მოგებას? ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ წელს იყო ალბათ საუკეთესო წელი მისთვის, რა თქმა უნდა Paris Saint-Germain-ისთვისაც.
იქედან გამომდინარე, რომ ერთი ამოსუნთქვით გახვიდე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშო. ალბათ ყველაზე რთული თამაშები თუ გადავხედავთ ახლა იმ გუნდებს, რა გუნდებთანაც მოუწიათ არის სენ-ჟერმენის თამაში. ვფიქრობ, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დღეს არის ხვიჩა, ანუ ლიგის, იმიტომ რომ ხა რამდენადაც არ უნდა ვაქოთ არსენალი და პრემიერ ლიგის ჩემპიონია და თუნდაც ფინალში ითამაშა, არ ამგონია რომ ვინმე ყავდეს დღემდე. ყავს კონკურენტი თავის გუნდში, ინდივიდუალისტები, რომელიც მართლა მათაც ძალიან კარგი სეზონი ჰქონათ, მაგრამ ვთვლი რომ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი არის უკვე ხვიჩა, უბრალოდ ჩვენ გვაქვს კიდე ბევრი პრეტენზიები ოქროს, ხო, ანუ მასა აქვს და რა თქმა უნდა მთელ საქართველოს და ყველა აღნიშნავს, რომ ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანდიდატი ოქროს ბურთის აღებაში. და რა სამწუხაროდ მსოფლიო ჩემპიონატი მოდის და მნიშვნელოვანი იქნება ამ ტიტულის ხელში დაჭერა და კარგად თამაში. ეს რა თქმა უნდა ძალიან წაგვადგება დეკემბრამდე რომ იბრძოლოთ. კი ბატონო. მადლობა ძალიან. დასრულდა პირველი ტაიმი სამწუხაროდ აგებს პარი სენ-ჟერმენი პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშზე 1-0-ს კაი ჰავერცმა შეძლო მე-6 წუთზე ანგარიშის გახსნა და ამის შემდეგ უკვე პარიზელებმა რეალური საგოლე მომენტი ვერ შექმნეს. ხუჩა კვარაცხელია ცდილობს გაამწვავოს თამაში, თუმცა ჯერჯერობით არაფერი არ გამოსდის. ნახოთ რა იქნება მეორე ტაიმში. დიდი იმედი გვაქვს რომ ხუჩა და პარი სენ-ჟერმენი შეძლებენ გოლის ან გოლების გატანას და უკვე მეორე ზედიზედ მოიპოვებენ ჩემპიონთა ლიგის თასს. და არ დაგავიწყდეთ აქვე რომ აუცილებლად გამოვიწეროთ ჩვენი YouTube არხი TST სპორტი და ლაიქოთ ეს ვიდეო და დაგვიწეროთ კომენტარები.
ხუჩა კვარაცხელიას მოპოვებული 11 მეტრიანის შემდეგ დემბელემ შეძლო ანგარიშის გათანაბრება და წინ გველოდება კიდევ დაახლოებით 25 წუთი და უკვე თუ არ გადაწყდება ამის შემდეგ სხვაობა თუ რა ანგარიშს დამთავრდება შეხვედრა უკვე დამატებითით რომ ნახოთ რას მოგვიტანს ლიგის ფინალი. ხება პენალტების სერია ძალიან დაძაბული ფინალი გამოგვივიდა ბევრად უკეთესი ვიდრე ის იყო მიუნხენის მატჩი და ნახოთ რა იქნება იმედია პარი სენ-ჟერმენი შეძლებს მეორე ჩემპიონთა ლიგის მოგებას არ დაგავიწყეთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი დასრულდა ფინალი, რომლის ყურებაც აუცილებლად ღირდა. მადლობა ხუჩა კვარაცხელიას, მადლობა ორივე გუნდს იმისთვის, რომ საოცარი მატჩი გვაჩუქა და მადლობა თქვენ იმისთვის, რომ გვიყურეთ ამდენ ხანს. იმედია მოგეწონათ. არ დაგავიწყდეთ მაინც რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, დაგვიტოვოთ კომენტარები თქვენი აზრი და ჩემს უკან ხედავთ თუ როგორ ზეიმობენ ამ მომენტში.
Paris Saint-Germain-ის ფეხბურთელები და აქვე კიდევ ერთი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ჩვენ მეგობარს, რომელიც გულშემატკივრებდა, რომ აქ წამოსულიყავით, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩვენ გვერდზე იყო, მხოლოდ მე და თაზონ ვიცით, ალბათ რამდენად რთული პერიოდი გავიარეთ, იმისთვის რომ აქამდე ჩამოსულიყავით, ძალიან ბევრი ღამე გავათენეთ, ისე რომ ფიქრის გარდა სხვა საშუალება არ ქონდა, როგორ უნდა მოგვეხერხებინა აქამდე ჩამოსვა, თუმცა არავის არაფერს არ ვაბრალებ, პირიქით ვცდილობთ რომ ყველაფერი გამოვასწოროთ, რომ მომავალში მსგავს თემებზე ფიქრი აღარ მოგვიწიოს, ახლა მე ბევრს აღარ გავაგზავნებ და მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად იყავით მთელი ვლოგის განმავლობაში.